searching for us everywhere, but we never will be found. Band on the run, band on the run, and the country just tell the world, search forevermore. Band on the run, band on the run, band on the run. When I say band on the run, when I say band on the run, yeah, when I say band on, when I say band, yeah, when I say band on, when I say band, yeah, when I say band on the run, when I say band. ქეთი ორჯონიკიძე და რა თქმა უნდა ჯგუფი ვაკის პარკი. საღამო მშვიდობისა. Hi guys. საღამო მშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, ქეთი მაგარი ხარ ძალიან. მადლობა. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა სოსო. დღეს როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ მაქტიფანის მე-9 ლაივ კონცერტი, რომელსაც წარმოგვიდგენს ვინ? მაგთი. თქვენც გითხარით, ვინ წარმოგვიდგენს კონცერტს? მაგთი. მადლობა, მაგთი. ასევე ჩვენი პარტნიორები გახლავთ რადიო ვინილი, FM 99 და 7 და სანო სტუდიო. ტაში მეგობრებო, ტაშები და დუშები. გაიხარე. მაშასე, დღეს განსაკუთრებული ტური გვინდა წარმოგიდგინოთ, რადგანაც მაქტიფანელებმა ერთხმად მიიღეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საქმე იმაში გახლავთ, რომ გუშინ 18 ივნისს გახდათ ლეგენდარული მუსიკოსის პოლ მაკარტნის დაბადების დღე. და ჩვენ ალბათ ხურვალი აპლოდისმენტებით მიულოცავთ მას ამ თარიღს და აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ დღეს ყველა სიმღერა ამ სცენაზე გაჟღერებული შესრულდება სწორედ ამ გენიოსი მუსიკოსის საპატივცემლოდ, ანუ მისი რეპერტუარიდან, არა? ნამდვილად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ძალიან დიდი სიამოვნება გველოდება, მით უმეტეს რომ როგორც უკვე შეამჩნიეთ, აკომპონირებას დღეს როგორც მე, ასევე კონკურსანტებს გაუწევს ისეთი არაჩვეულებრივი ბენდი, როგორიც გახლავთ ვაკის პარკი. და რა თქმა უნდა, მაქტიფანის სკოლის დირექტორი ბატონი ზაზა ხუძიშვილი. დიდი მადლობა. აქვე ჩემო ქეთი, აქვე, აქვეა. მინდა კიდევ ერთხელ აღნიშნო, მე ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარს ხოლმე ამ ადამიანების აღნიშნა. ჩვენი ბეკ ვოკალისტები, რომლებიც მთელი პროექტის განმავლობაში ხარში გვიდგანან და გვეხმარებიან თავიანთი არაჩვეულებრივი მომკალით, ასე ვთქვათ. ტაში მეგობრებო, დიდი მადლობა ბეკ ვოკალისტებს. ჩვენო ძმებო და დებო, თქვენ გეიხარებთ თქვენ. ესე იგი, დღეს ჩვენ გვყავს ორი აუთსაიდერი, როგორც ყოველთვის. და ჩვენს კონცერტს სწორედ მათი მუსიკალური ნომრებით დავიწყებთ, რათა კიდევ ერთხელ მივცეთ მაყურებელს საშუალება, რომ დარეკოს და დარეკოს მათ პირად ნომრებზე და რა თქმა უნდა გადაარჩინოს თავისი ფავორიტი. ასევე დღეს კვლავ დასახელდება 3 ახალი აუთსაიდერი. აქედან ერთს გადაარჩენენ ბავშვები და ორი კი მომდევნო კვირის განმავლობაში უკვე თქვენს ზარებზე იქნება ისევ და ისევ დამოკიდებული. ახლა კი სანამ დავიწყებდეთ უშუალოდ ჩვენ შოუს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხურვალი აპლოდისმენტებით გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ღრმად პატივცემული ჟიურის წევრები. მუსიკის მცოდნე შალვა ცხოვრებაზე. უმშვენიერესი ქალბატონი მაია ჯაბუა. მუსიკოსი მერაბ სანოძე. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენ გვერდით ხართ და ჩვენ რა თქმა უნდა იმედს ვიტოვებთ თქვენი ობიექტური შეფასებების. და ქეთი მე მგონი დადგა დრო, დავიწყოთ ის მთავარი და უმთავრესი, რისთვისაც შევიკრიბეთ მაესტროს ამ ახალ საკონცერტო დარბაზში, ჩვენი დამწრე საზოგადოება, ხოლო ტელეეკრანებთან რა თქმა უნდა მაესტროს ერთგული მაყურებელი. და პირველი ნომერი, რომელიც გაჟღერდება ამ სცენაზე, რა თქმა უნდა შესრულებული იქნება ჩვენი აუთსაიდერისგან. ეს სიმღერა ძალიან საყვარელი არის ბევრი ადამიანისთვის, ვინც ახლა გვიყურებს. და მინდა გითხრათ, რომ მთელი ამ პროექტის განმავლობაში, რადგანაც პრიზი გახლავთ საკუთარი ბენდის შექმნა, ამ ადამიანებმა, ანუ ჩვენმა კონკურსანტებმა თავიდან ბოლომდე გაითავისეს ეს და სწორედ
ნომერი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, უბრალოდ აუთსაიდერი შემოგთავაზებთ, იქნება თავისივე მეგობრის აკომპანიმენტის თანხლებით. ანუ მას ადამიანს, რომელიც ახლა წარდგება თქვენ წინაშე, აკომპანიმენტს გაუწევს შემდეგი კონკურსანტი ანრი ღუდუშაური, რისთვისაც მას დიდი მადლობა. ხოლო თავად კონკურსანტი კი გახლავთ ვინ თუ არა თათია ურაშვილი. მისი პირადი ნომერი კი გახლავთ 093 300 Close your eyes and I'll kiss you. Tomorrow I miss you. Remember I'll always be true. And then while I'm away, I'll ride home every day. And I'll send all my loving to. I'll pretend that I'm kissing the lips I am missing. Hope that my dreams will come true. And then while I'm away, I'll ride home every day. And I'll send all my loving to you. All my loving I will send to you. While my loving, darling, I'll be true. Close your eyes and I'll kiss you. Tomorrow I miss you. Remember I'll always be true. And then while I'm away, I'll ride home every day. And I'll send all my loving to you. All my loving I will send to you. All my loving, darling, I'll be true. All my loving, oh my loving, all my loving, I will send to you, send to you, to you, la 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 la, ba da dee dee dee, so ba da dee dee da. All my loving I will send to you. Bravo! თათია ურაშვილი. და რა თქმა უნდა, ანრი ღუდუშაური, დიდი მადლობა ანრის, ესეთი მეგობრული მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა თათია. ხო, გიჟდებოდი ამ სიმღერაზე, რომლის სახელწოდებას გახლავთ All My Loving და არ დავიღლები ამ სიმღერის სმენით, მაგრამ შენებული ვერსია, რომელიც შენ შემოგთავაზე, მართლაც რომ აჭარბებს ყოველგვარ მოლოდინს და ზოგადად გიჟდები შენ, ესე იგი, ჯაზურად მოწოდებულ ამ ვერსიაზე სიმღერის. და მაინც უსმენთ შალვა ცხოვრებაზეს. მოგესალმებით. მოგესალმებით. მე ხვდა წილად პირველი ვიყო თქვა. არ ვიცი, მეც ძალიან კმაყოფილი ვარ ისევე როგორც ალბათ თელი დარბაზი. მე ძალიან მომეწონა ეს ცვალებადობა რიტმების, აი ნახე დავიბენი კიდეც. მაგრამ რა ვქნა, აი კონკურსი ცოტა სიმკაცრისკენ მოგვიწოდებს და მე 9-იანი უნდა დავწერო. 9-იანი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება თუ არ ვწდები, არა? დიდი მადლობა შალვას. ქალბატონო მაია გისმენთ. მეც ვწერ 9-იანს. 9 ქულა. გვაქვს 2 9-იანი უკვე და მერაბ სანოძეს უსმენთ. მე შეიძლება რა თქვა, შეიძლება რა თქვა. პირიქით.
კეთილი. იცი რა, მე დღეს დავინახე ლაღი, ესე თქვა მომღერალი სცენაზე. პირდაპირ ვიტყვი. ის დაბლებიც კარგად უჟღერდა, რომელიც ადრე პრობლემა იყო ჩემი აზრით, ეგ ჩემი აზრია მხოლოდ და მხოლოდ. მაღლებიც იყო, ის პატარა თამაშიც იყო სცენაზე, მე დავწერ 10-იანს რა. ბრავო ბატონო მერაბ. ბრავო. მივესალმები თქვენ გადაწყვეტილებას და გავაცილოთ თათია. მადლობა თათია. დიდი მადლობა. მაგარი ხარ ძალიან. შეგახსენებთ, რომ აუთსაიდერების გადასარჩენად სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ზარების მიღება შეწყდება, როგორც კი ბოლო მუსიკალური ნომერი გაჟღერდება ამ სცენაზე. ასე რომ იჩქარეთ და იაქტიურეთ. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ შემდეგი აუთსაიდერი, რომელიც თუ არ ვცდები ბოლო 3 კვირის განმავლობაში ინარჩუნებს ამ სტატუსს. ასე რომ მოდით უსურვოთ მას წარმატება 2-მაგად და 3-მაგად უფრო ხმამაღლა. შევეგებოთ აპლოდისმენტებით, რადგანაც მას ის ნამდვილად გამოადგება დღეს. სიმღერის თან სიმღერა, როგორ სიმღერას შეასრულებს. კიდევ ერთი შედევრი. Till there was you. სცენაზე კი გახლავთ გური პასიკაშვილი. მისი პირადი ნომერია 093-300-310. There were birds on a hill, but I never heard them ringing. No, I never heard them at all till there was you. There were birds in the sky, but I never saw them ringing. No, I never heard them at all till there was you. Then there was music and wonderful roses. Then tell me in sweet fragrant meadows of dawn and you. There was love all around, but I never heard it singing. No, I never heard that song till there was you. I never heard it singing. No, I never heard that song till there was you. Then there was music and wonderful roses. Then tell me in sweet fragrant meadows of dawn and you. There was love all around, but I never heard it singing. No, I never heard that it song till there was you. Till there was you. გური პასიკაშვილი. Bravo man. ძალიან მაგარი იყო. დიდი მადლობა. და ჟილეტი გიხდება ძალიან სხვადასხვა მინდა აღნიშნო ძალიან ორიგინალურად გამოიყურები. ვუსმენთ ჩვენს კომპეტენტურ ჟიურის და ამჯერად ქალბატონ მაიას დავუთმობ სიტყვას. რვაკულა. არც აცია, არც აცხელა ქალბატონო მაიამ და დღეს ესე იგი ცუდ ხასიათზე ვართ ეთყობა და საუბრისთვის არ ვცალე. ხასიათზე არა, უბრალოდ გადავწყვიტე რომ უკვე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ და რაღაცა უკვე რომ არ განმეორდეთ და არ იყოს მოსაწყენი, მე პირდაპირ ასე გამოვხატავ ჩემს მივესალმები თქვენს გადაწყვეტილებას და ვუსმენთ მერაბ სანოძეს.
მე ერთი სიტყვას ვიტყვი, ჟილეტი მართლა კარგი კაცია, მეწვენეთ. აბსოლუტურად სწორად ქვისასო. მე 2-0 გახდება ჩემ და მაიას შორის და მე 9-იანს დავწერა. 9-იანი, დიდი მადლობა. და შალვა ცხოვრებაძეს შეუძლია თავისი მე 9-იანი მაქვს გადაწყვეტილი. არა ჩართული 9-იანი მაქვს მეც გადაწყვეტილი. მე მომეწონა ძალიან, მე არ მინდა რომ გურის ეგონოს რომ ჩვენ, იმიტომ არ ვამბობთ არაფერს რომ პირიქით კარგი იყო. უბრალოდ რა ფინალია უკვე, ფინალურისგან მივდივარ და რაღაცების თქმა ალბათ უკვე აღარ არის საინტერესო ხოლმე ჩვენგან. ნამდვილად მივესალმებით თქვენს 9-იანს და გავაცილოთ აპლოდისმენტებით. სუპერ კაცი. მაშასე, აუთსაიდერები უკვე წარსდგნენ თქვენ წინაშე. თქვენ კი ჩვენო ტელემაყურებელო მოგიწოდებთ კიდევ და კიდევ რომ დარეკოთ თქვენი ფავორიტის ნომერზე, რა თქმა უნდა გადაარჩინოთ იგი და მისცეთ მას საშუალება დარჩეს პროექტში და გააგრძელოს ბრძოლა საკუთარი ბენდისათვის. და აქვე შეგახსენებთ რომ ძალიან ცოტა დრო რჩება ზოგადად მაგთიფანის პროექტის დასრულებამდე. და შესაბამისად ახლა რეკლამაზე უნდა გადავიდეთ, აქედან გამომდინარე პატარა ლექსი მოდი თავად ამ მაგთიფანის დასრულებას მიუძღვნათ, არა? ესეთი პატარა ლექსი თავში გამიელვა უცებ ამ წამს ქალბატონმა მაიამ და შალვა მახსენეს ფინალიო და ესე ხო არ თქვა სულ მალე დგება ფინალი გამარჯვებული კაცო ვინალი მაშასე ვიც ახლა შემოგვიერთდა შეგახსენებთ რომ ყველაზე მუსიკალური ყველაზე რეალური შოუ მაგთიფანი გრძელდება უშუალოდ მისი მე-9 ლაივ კონცერტი და დღეს მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ ტელემაყურებელს რომ გახლავთ ლეგენდარული მუსიკოსის პოლ მაკარტნის ტური. ნამდვილად გრძელდება ჩვენი კონკურსი და შემდეგი კონკურსანტი უნდა მოვიწვიოთ სცენაზე, რომელიც შეასრულებს მაკარტნის ძალიან ცნობილ სიმღერას Oh Darling. მე დარწმუნებული ვარ რომ მთელი დარბაზი აყვება ამ სიმღერას. მაშასე მივესალმოთ თქვენ ძირაშია Georgi Beridze! Oh, darling, please believe me. I'll never do you no harm. Believe me when I tell you.
კიდევ ერთხელ გაგვაოცა. ისედაც გაოცებული და გაორმოცებული ტელემაყურებელი და ჩვენც მათ შორის და ქალბატონო მაია, გისმენთ. იქნებ პირველმა შეაფასოთ გიორგის გამოსვლა. და ცხრიანი, როგორც შევხედავთ. უღალატეთ ამჯერად ტრადიციას და 9 კულა. სხვათა შორის კულისებში ამბობდა გიორგი, რომ დღეს არ ვიციო, რაღაცა 10-იანის ხასიათზე არა ვარო და მიიღე. მერაბ სანოზეს უსმენთ. არ ვიცი, ბევრი სათქმელი არაფერი არ მაქვს პრინციპში, ეთერს დავამატებდი, რაც მე მივხვდი, ესე ვთქვათ. შევედი უამრავი ვარიანტი მაქვს ამ სიმღერის მოსმენი, როგორც დანარჩენს უყოლას. ჩემთვის ჭარბობდა, ესე ვთქვათ, ესეთი უფრო როკის მომღერლის წნევა მოდიოდა, რომელიც მე ძალიან მომეწონა რა. კი მართალია, მაგათი ამას თავის ესე ვთქვათ, მშვენიერი ლამაზი ტკბილი ხვით ვღერის, მაგრამ არის ერთი მომენტი, სადაც ესე ვთქვათ, ვაუ, ყვირის, აიქ ვინატრებდი მაკატის ნამღერში, რომ ეგეთი კივილი იყოს. მე 10-იანს გიწერდა. ვაუ, ბრავო, სანო, დიდი მადლობა. 10 კულა. და შალვა ცხოვრებაზე ვთხოვთ, რომ დაასრულოს ჟიურის შეფასება. ხო, არ ვიცი, მე ყველაფერი უთხარ უკვე გიორგის აქამდე და აი ჩემი გადაწყვეტილება. ბრავო! კიდევ ერთი 10-იანი. დიდი მადლობა გიორგი. 29 კულით გავაცილოთ ადამიანი, რომელიც თითქმის ყოველ ტურზე ლიდერობს ხოლმე. და ვნახოთ, როგორი შედეგები დასრულდება დღევანდელი დღე. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენ საღამოს, მინდა წარმოგიდგინოთ შემდეგი კონკურსანტი, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილ ცეცხლს დაანთებს დღეს აქ ამ სცენაზე. ჩვენ კი მოვისმენთ ძალიან მაგარ სიმღერას Helter Skelter. მაშასე, თქვენ სტილაშია. ერთად თქვათ რა გეღვეძები. 3-4. აკე პატარაია. When I get to the bottom, I go back to the top and I slide. When I stop and I turn and I go for the ride till I get to the bottom. See you again. Yeah. Do you? Don't you want me to love you? I'm coming down fast, but don't let me break you. Tell me, come on, tell me the answer. Well, you may be a lover, but you ain't no dancer. Helter Skelter, Helter Skelter, Helter Skelter. When you want me to make you. I'm coming down fast, but don't let me break you. Tell me the answer. You may be a lover, but you ain't no dancer. Helter Skelter, Helter Skelter, Helter Skelter. When I stop and I turn and I go for the ride till I get to the bottom. See you go. Yeah. Do you? Don't you want me to love you? I'm coming down fast, but don't let me break you. Tell me the answer. You may be a lover, but you ain't no dancer. Helter Skelter, Helter Skelter, Helter Skelter. Coming down fast.
ჯგუფი ვაკის პარკი კიდევ ერთხელ უფრო ხმამაღლა. ბრავო! ბრავო აკეს. დავეცი და გადავიღე. ბეჭი დავიღო ძალიან. მოდი ჩვენთან. ნიჭიერო, გილოცავ, ძალიან მაგარი იყო, ძალიან მაგრად გამოიყურები, ძალიან მაგარი პიჯაკის გაცვია. ეს ბუკლეს პიჯაკია. კარგით, მერაბსანოზეს უსმენთ. დიახ. მე უნდა ვთქვა რა მე? დიახ, თუ შეიძლება. იცი რა, შეკითხვის აზრი არ მესმის, აი რა უნდა ვთქვა? უბრალოდ დაწერეთ მაშინ. ამაშია საქმე. უმაგრესი იყო. უმაგრესი. და მე რამდენადაც შევამჩნიე ქალბატონმა მაიამ დაასწრო მერაბსანოზეს და მან პირველმა დაუწერა 10 ქულა. ასე რომ 2-10-იანი უკვე გვაქვს. ამჯერად სეკა გქონდათ ბატონო მერაბ და ქალბატონო მაია. და შალვა ცხოვრებაძეს უსმენთ? ხო მე ხა შანსი მაქვს და ვეტყვი ერთ რაღაცას აკეს. ანუ რაც შევკრიბე მე ეს ამდენი აკეს გამოსვლაც მომისმენია, ყველაფერი კარგი დღეს ერთად შევაერთე და იმდენად გულწრფელი და პატიოსანი იყო ყოველთვის და იხარჯებოდა. ხანდახან ყელი არ უწყობდა ხელს და აი ეს არის შეჯამება აკეს ყველა გამოსვლის. 3-10-იანი. საუკეთესო შედეგი ჯერჯერობით. 3-10-იანი. ბრავო! აკე პატარაიას და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჯგუფ ვაკის პარკს. მაშასე ქეთი დადგა დრო რომ კლავინდებურად გამოაცხადოთ ჩვენი სარეკლამო ასე ვთქვათ პაუზა, მაგრამ ტრადიციულად უნდა თან მივართოთ ლექსი, რომლითაც უკვე გავანებიროთ ჩვენი ტელემაყურებელი და ამჯერად აი ესეთმა იდეამ გამიელვა თავში და მოდი ამ იდეას ახლა გავაჟღერებ. რა თქმა უნდა, შენ უნდა გაიცინა ბოლოს, ხო იცი, მოგეწონება თუ არა მაინც. მოკლედ ამ მაქტიფანმა ჩემი ცხოვრება მართლაც რომ ზეიმად აქცია, ყველაფერი მაქვს მაკლია, just დეკრიმინალიზაცია. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით დამსწრე საზოგადოებას და ტელემაყურებელს, ვინც ახლა შემოგვიერთდა, შეგახსენებთ რომ ყველაზე ძალიან მაგარი შოუ მაქტიფანი გრძელდება. სანამ შემდეგ კონკურსანტს გამომაცხადებდეთ, მაყურებელს მინდა შევახსენოთ, რომ თქვენ გაქვთ საშუალება ეძიოთ პროექტის ინტერნეტ გვერდს და ასევე გაიგოთ ყველა თქვენთვის საინტერესო სიახლე სოციალური ქსელიდან. ეხლა კი შემდეგი ძალიან მაგარი მონაწილე, შემდეგი ძალიან მაგარი სიმღერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველას ძალიან დიდი სიამოვნება გელით წინ. ნამდვილად, ეხლა შესრულდება პოლ მაკარტნის შედევრად აღიარებული სიმღერა Yesterday. და რაც თავარია, ჩვენს კონკურსანტს აკომპონირებას გაუწევს მაქტიფანის პედაგოგი თამუნა აჩვაძე. სცენაზე კი გახლავთ 3-4 ია ტომაში. Yesterday, all my troubles seem so far away. Now it looks as though they're here to stay. Oh, I believe in yesterday. Suddenly, I'm not half the girl I used to be. There is a shadow hanging over me. Oh, yesterday came suddenly. Why he had to go, I don't know. He would not say. I said
Bravo! Bravo, Ian. ესე იგი ცრემლიც კი მომადინე, მინდა გითხრა. 4 მეტანია გაგიკეთე. მადლობა. ქალბატონო მაია გისმენთ. ნუ დღეს კი ვთქვი რომ არ ვიტყვი არაფერს, მაგრამ ერთ სიტყვას ვიტყვი, ნუ excellent. Excellent! თქვა ქალბატონო მაიამ და 10 ქულა. იას, პირველი 10-იანი უკვე გვაქვს. დიდი მადლობა. შალვას უსმენთ ამჯერად. რახან მაიამ თქვა, მოდი მე არ ვიტყვი მაშინ არაფერს და უბრალოდ დაწერ 10-იანი. მეორე 10-იანი. ასეთ შეიძლებოდა. დუმარი ბატონის სანო. არ ვიქნები დუმარი, იმიტომ რომ ორ ადამიანს მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა. ეს არის ერთი თამუნა, რომელსაც ფანტასტიკური აკომპანემენტი გააკეთა. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები. თამუნა არჩვაძეს, დიდი მადლობა. აუცილებლად თამუნას, იმიტომ რომ იგრძნობოდა ის სად არის პიანო, სად იყო ფორტე, აბსოლუტურად. და აქედან გამომდინარე, აი ამ ლამაზმა გოგომ, ამ კოხთა და მაგარი ხმის პატრონმა იმღერა excellent, როგორც მაია იტყოდა რა. 10-იანი. 3-10-იანი, ბრავო, ბრავო, ია დიდი მადლობა, ტომაში. ია. გავაცილოთ, ხურვალი აპლოდისმენტები თუ შეიძლება. უფრო მხურვალეთ. ტაში მეგობრებო, ტაში. არ დაგეძინო, არ დაგეძინო. დალები. მაჩასე, დადგა დრო, წარმოგიდგინოთ კონკურსანტი, რომელმაც უკვე არაერთხელ გაგვაოცა თავისი ნიჭით და ძალიან საინტერესო ამპლუა, რომელიც მან ამჯერად მოირგო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ასევე წარმატებული გამოდგება. ასე რომ, ბევრი საუბრის გარეშე უბრალოდ მივესალმოთ. თქვენს წინაშე სიმღერა მითხარით, ძალიან მაგარი სიმღერა. Get back! Super სიმღერა და super მომღერალი თქვენს წინაშე ცორნიკე ხიფიანი. Junior was a man who thought he was a loner, but he knew it couldn't last. Junior left his home and Dukes in Arizona for some California grass. Oh, get back, get back, get back to where you once belonged. Oh, get back, get back, get back to where you once belonged. Get back, JoJo. Get back, oh get back, get back to where you once belonged. Oh get back, oh get back, get back to where you once belonged. Oh, get back, Joe. Sweet Lorena Marlin thought she was a woman, but she was another man. All the girls around her said she got it coming, while she got it well she can. Oh, get back, get back, get back to where you once belonged. Oh, get back, oh get back, get back to where you once belonged. Get back, Laura. Oh, get back, Laura. Your mama's waiting for you with a high heel shoe and a long neck sweater. Get back, Laura. Get back. Get back. Get back. Oh, get back. Get back to where you once belonged. Oh, get back. Oh, get back. Oh, get back to where you once belonged. Yeah. ალო ცორნიკე ხიფიანი, არ ხრება დარბაზი. ბრავო! და რა თქმა უნდა, ჯგუფი ვაკის პარკი. ნახე რა დღესია ფან კლუბი. ყიფო. ვაუ, მე ძალიან მაგარი ხარ.
და როგორც ველოდით დღესაც ძალიან მაგრად გამოგივიდა. თუმცა, მოდი მაინც მოусმენოთ ჩვენს კომპეტენტურ ჟიურის მერაბ სანოძეს. თხოვთ პირველმა შეაფასოს. ყიფო საღამოშტოვის. კაი კაცი ხარ შენ. არ უნდა მოსლაბარაკი. არ უნდა ლაბარაკი, მაგრამ იმდენად გაგვანებილია შენ ესე თქვა შენი ვერსიებით, ესე თქვა ამ ცნობილი ქავერების, ხო? მე დღეს სხვას ველოდი აბსოლუტურად. მეთქი აი, აბა ეხლა კიდე რას მოვიფიქრეს, მაგრამ ვაი რომ არა. და ძალიან კარგი რომ არ მოიფიქრე, მე ეს სიმღერა რომელიც ხანაირი წარმოვიდგენ, მე ვერ წარმომიდგენია ხანაირად მოვისმინო. 10-იანი შენ ჩემ მეგობარო. 10-იანი, გვაქვს პირველი 10 გოლა. ქალბატონ მაიას უსმენთ. 10-იანი. კარგია, მიყვარს ესეთი 10-იანები და 3-10-იანი. ვაუ, მაგარი ხარ. ის სიმაღლეზე დგას. მიგწანდე დაგტოვეთ ეს ფანკლუბის გოგოების დამსახურებაცაა, სხვა შორის. გავაცილოთ, უფრო მხურვალედ გავაცილოთ. თორნიკე ყიფიანი. ეხლა კი კვლავ დადგა რეკლამის დრო ჩვენს ეთერში და სანამ გადავიდოთ კიდევ ერთი ლექსი. ამჯერად კონკურსანტ შეიძლება რომ მიუძღვნა? ესეთი ლექსი გამომივიდა რომ. თქვათ ესე. დღეს ფანკლუბის გოგონებმა დაიხოკეს სახის კანი, რას უშვება ამისთანას ეს თორნიკე ყიფიანი. მაშასე, მხურვალი აპლოდისმენტების თანხლებით კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენო ერთგულ ტელემაყურებელო და შეგეხსენებთ რომ ეთერშია მაგთი ფანი, რომელსაც რა თქმა უნდა წარმოგიდგენთ მაგთი. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ყოველ კონცერტზე ისმის ხოლმე, ხან ჩემგან, ხან ქეთისგან და ამჯერად მე გავაჟღერებ, რომ სულ ცოტა დრო რჩება კონკურსის დამთავრებამდე. დღეს ჩვენ გამოვავლენთ 3 აუტსაიდერს. აქედან ერთს გადაარჩენენ თავად კონკურსანტები ტრადიციულად, კენჭისყრის პრინციპით, ხოლო 2 მათგანი მთელი კვირის განმავლობაში შეინარჩუნებს ამ სტატუსს. ასე რომ თქვენ, ჩვენო ერთგულო ტელემაყურებელო, სახელდობრ კი ბალის, ბანის, მაგთი ფიქსის და რა თქმა უნდა მაგთის აბონენტების საყურადღებოდ, რაც შეიძლება მეტი ზარი დააფიქსირეთ თქვენი რჩეული აუტსაიდერის პირად ნომერზე, რათა გადავარჩინოთ ისინი. ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს კიდევ ერთი ადამიანის ვინაობას გავიგებთ, ანუ ადამიანის, რომელიც სამწუხაროდ დატოვებს მაგთი ფანს. სწორედ რომ ამ აუტსაიდერების ნომრები მუდმივად ჩანს თქვენს ეკრანებზე და მე მოგიწოდებთ, რომ კვლავ და კვლავ დაარეკოთ თქვენი ფავორიტის ნომერზე, გადაარჩინოთ იგი, რათა ისეთი არაჩვეულებრივი პრიზები, როგორიც არის საკუთარი ბენდი, ერთწლიანი ტურნე, სოლო ალბომი, ნამდვილად იმსახურებს ბრძოლას. და შემდეგი კონკურსანტი, რომელიც მინდა წარმოვადგინო თქვენ წინაშე, ჩვენო ერთგულო ტელემაყურებლებო, გახლავთ ადამიანი, რომელმაც არაერთხელ უკვე დაიპყრო თქვენი გულები თავისი არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემებით. ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს ადამიანი შეასრულებს ერთ-ერთ ყველაზე ძალიან მაგარ სიმღერას მაკარტნის რეპერტუარიდან, The Fool on the Hill, ასე ქვია ამ სიმღერას. მას ასევე ვაკის პარკთან ერთად აკომპანიმენტს გაუწევს და დაეხმარება არაჩვეულებრივი მუსიკოსი, ფლეიტისტი ზურა მოსიავა, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ გვერდით არის. და მოდი კეთი ერთხელ ტრადიციულად გამოვაცხადოთ ეს ადამიანი. მაშასე, ბატონებო და ქალბატონებო, ან თუ გნებავთ პირიქით, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა ნათია თოდუა. Day after day, along gonna heal. The man with the foolish grin is keeping perfectly still. But nobody wants to know him. They can see one on just a fool. And he never gave an answer, but's a fool and on the head sees the sun going down. And the eyes in his head see the warriors sprinting round. Well on the way, hide in a cloud, the man of 1,000 voices
clouds falling on the head, sees the sun going down, and the eyes in his head see the warriors spreading ნათია თოდუა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ზურამოსიევას და ჯგუფ ბაკის პარკს. დიდი მადლობა ძმებო, დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენ გვერდით ხართ. ნათია, გილოცავ, ძალიან მაგარი გოგო ხარ, ძალიან მაგარი სიმღერა და შალვას ვუსმენთ ამჯერად. ნათიამ ძალიან გაგვანებიურა ამ კარგი სიმღერით და დღეს ამიტომ ცოტა კრიტიკული უნდა ვიყოთ. იძულებული ვარ, იმიტომ რომ მე ოდნავ ფაქიზად ვიმღერებდი ალბათ, ანუ სურვილი მექნებოდა. ამიტომ მე დაგიტერ 9-იანს. 9-იანი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება. ვაგრძელებთ, ქალბატონი მაიაც იზიარებს შალვას მიერ დაწერილ კულას, ასე რომ გვაქვს 2 9-იანი და უსმენთ მერაბს. შემიძლია ხო თქვა, ხო, ორი სიტყვა. აი ახლა უკვე კი. იცი რა, მე შეკითხვა მექნება ალბათ უფრო სკოლის დირექტორთან. ბექების გარეშე ძალიან მაგარი ჩანაფიქრია რა. თვითონ ბავშვის მოფიქრებულია თუ თქვენი მოფიქრებულია, ჩემო ბატონო? ბავშვი მაგდეს რას მე იფიქრებდა. ძალიან კარგი. დიდი მადლობა ზურას, ცალკე ესე ვთქვათ, მოსიებას რომელმაც დაამშვენა ეგ ესე ვთქვათ კომპოზიცია, ზაზას და მთელ ბენდს დიდი მადლობა. იგზნობოდა ეს ჯიგარი და მე წერ 10-იანს პირდაპირ არ უნდა ლაპარაკი რა. 10 კულა, დიდი მადლობა ბატონო მერაბ, გვანებიურებთ დღეს. გავაცილოთ ნათიამ ხურვალი აპლოდისმენტები თუ შეიძლება. დიდი მადლობა ნათია. ახლა კი შემდეგი კონკურსანტის ჯერი დადგა. შემდეგი ძალიან მაგარი კონკურსანტი. და შესრულდება რა თქმა უნდა მაგარტნის ძალიან ცნობილი სიმღერა I saw her standing there. ძალიან მაგარი სიმღერა და ასრულებს მას ამჯერად ვინ თუ არა ანრი ხუდუშაური. Well, she was just 17, you know what I mean, and the way she looked was way beyond compare. So how could I dance with another when I saw her standing there? Well, she looked at me, but I could see. Before to
ჯგუფი ვაკის პარკი. ბრავო! ბატონებო, დიდი მადლობა. ძალიან მაგრები ხართ. განსაკუთრებით ეს ნაწილი მომეწონა, რომ გახვედი, ძერსკა, კარგი იყო. ქალბატონო მაია, თქვენ ალბათ პირდაპირ ქულას მოგვახსენებთ? 10-იანი! არის, პირველი 10-იანი გვაქვს. უსმენ ჩალვას, შეაფასოს ანდრის გამოსვლა. მეც არაფერს არ ვიტყვი, 9-იანი. 9-იანი! არის, მაინც, ტაში, ჰა. შეიძლება 10-იანს ვერ ჯობია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სულ მიკვის ხოლმე უცებ აი ესეთი გენერალური პაუზა მუსიკაში არსებობს, ეგეთ სულ ისეთი შემეყალიბდება და აი 9-იანის დაწერის დროს აბსოლუტური ისეთი შემეხდება და გენერალური პაუზა პირდაპირ თქვა და აბსოლუტურად მისაღები იქნება ჩვენთვის, რომ არის 9-იანი. მოკლედ რომ არა ესე ვთქვა ზაზა ხუციშვილის ის ფანდი რომელიც თქვენ ერთად გააკეთეთ მეც დავწერდი 9-იანს მაგრამ წერ 10-იანს ახლა რა მადლობ ზაზა ხუციშვილს კიდევ ერთხელ აი ქორეოგრაფია მაინც თავის საქმეს შვება დიდი მადლობა ზაზას და დიდი მადლობა ანრის რა თქმა უნდა მხურვალე აპლოდისმენტები გავაცილოთ ანდრიმ მაშასე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბიჭებს სულ რამოდენიმე წამში, პრინციპში ახლავე, შემიძლია გითხრათ, რომ დარბაზში საჭიროა ისმოდეს ბუზის გაფრენა, ან რამის გაფრენა, არ აქვს მნიშვნელობა, რისი გაფრენა. მოკლედ დადგა დრო, რომ სიტყვა გადავცეთ ჩვენს უცნობ იდუმალებით მოცულ ანტი-ჟიურის. მოგესალმებით. საღამოშიდობისა. დავიწყოთ. თათია ყურაშვილი. თათია ძალიან მესიამურა რომ კარგად იმღერე. რა თავარია შენი ვერსია იმღერე. ეს ორმაგად დასაფასებელია. მიუხედავად იმისა რომ პატარა ხარვეზები იყო შენი ვერსიისთვის შენგან მაქსიმალური ნოლიკულა. დიდი მადლობა. ვაგზელი ბასიკაშვილი. გული მომეჩვენა რომ თავდაჯერება გაკვდა ჩემთვის ბოლომდე გასაგებად ვერ გადმოეცი სიმღერის ხასიათი საბოლოო ჯამში -2 დიდი მადლობა სიჩუმე დარბაზში ძალიან გთხოვთ გიორგი ბერძე როგორც ყოველთვის კარგად იმღერე მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ ჩემგან არიან მომღერლები მუსიკოსები რომლებიც ყველაფერს კარგად აკეთებენ მაგრამ აკლიათ მალილი მოსაწყენები არიან ძალიან ამინდა რომ მათ დაემსგავს მით უმეტეს ყველაფერი ხელს გიწყობს რომ მართლა კარგი მუსიკოსი დადგენ ჩემი სურვილი იქნება რომ მეტი იფიქრო სიმღერის დროს -1 დიდი მადლობა აკე პატარაია არ ვიცი ვის დაუბრალო შენ თუ ვაკის პარკს მაგრამ საბოლოო შედეგი ძალიან კარგი იყო კარგი კი არა მაგარი იყო გორითელი მაქტიფანის განმავლობაში ყველაზე მაგარი ვერსია იყო. რა თქმა უნდა 0. ბრავო, დიდი მადლობა. აი ეს მესმის. აი შეფასება. იატომაში მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ალბათ სოფლიოში ყველაზე პრეტენზიული სიმღერა, მაგრამ იმღერე -1 ვერაფრით ვერ დავწევ. 0. 0 კულა. სიჩუმე? თორნიკე ყიფიანი. კარგი იყო მთლიანად იჯექის სტილში სიმღერით ჩაცმულობით ქცევით ხასიათით 0 კულა ეს კარგი ხასიათია ანტიჟიური ნატია თოდუა მომეჩვენა რომ შენი ვერსია მიუზიკლისკენ იხრებოდა ერთადერთი შენიშვნა მაქვს უფრო რბილი ბგერა არის საჭირო ამ სიმღერაში ჩემი აზრით -1 დიდი მადლობა არ იყო უშაური ნორმალური იყო, მაგრამ შენგან უფრო მეც ვითხოვ, ვიდრე ნორმალურ ნამდვილს. ამიტომ -1. -1. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ, თუ შეიძლება დიახ, რამის დამატება ხომ არ გნებთ? არა. კეთილი, მაშინ აპლოდისმენტები თუ შეიძლება, გავაცილოთ ჩვენი უცნობი ანტიჟიური. დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის. თუ არ ვწდები კეთი ჩვენ ცოტა ხანში გვექნება შედეგები, გავიგებთ თუ რომელი ადამიანი დატოვებს დღეს მაქტიფანს, ასევე გავიგებთ თუ ვინ იქნება შემდეგი კვირის აუთსაიდერი, 2 აუთსაიდერი
ახლა კი დადგა დრო რომ ვნახოთ კიდევ ერთი სარეკლამო ბლოკი, მე კი კიდევ ერთი ლექსით გაგანებივრებთ. ესე იგი ესეთი ლექსი მოვიფიქრე, აი რო უსმენდი შეფასებებს. თან დევს შეკითხვა ყოველდღიური, ვინ არის კაცო ეს ანტიჟიური? Don't make it better. Take a sad song and make it better. Remember to let her into your heart. Then you can start to make it better. Hey Jude, don't be afraid. You were meant to go out and get her. The minute you let her under your skin, can you begin and make it better? Anytime you feel the pain, hey Jude, refrain. Don't carry the world.
წარდგა თქვენ წინაშე. ბრავო! დიდი მადლობა ბავშვებო ესეთი აკომპანირებისათვის. ჩვენს ბეკ ვოკალისტებს ძალიან დიდი მადლობა და მთლიანად თელ მაგტიფანს ყოჩაღ ბავშვებო. მაშასე კიდევ ერთხელ მინდა რაც შეიძლება ხმამაღლა მითხრათ მოგეწონათ ეს სიმღერა? ბრავო, ძალიან მაგარი იყო, კეთი. მე მგონი რომ ძალიან მართლა მაგრად გამოვიდათ, განსაკუთრებით ინსტრუმენტალურ ნაწილზე დავეცი მე, ეს პატარა სიურპრიზი იყო. ანუ ბენდი ერთგვარად უკვე ჩამოყალიბდა და ეხლა ჩვენ რაც უფრო მივიწევთ ფინალისკენ, მით უფრო ძალიან მძიმდება ეს წამები, რადგანაც უნდა გამოვავლინოთ ნელ-ნელა ის ადამიანები, რომლებიც შეუერთდება მაგტიფანელთა მთელ არმიას, რომელსაც მე ვხედავ დარბაზში, აი ვასკა ჟღენტი, ალექსი კიკვიძე, ყველანი ბავშვები აქ არიან. თაკო, გენაცვალეთ, ძალიან მაგრები ხართ, რომ ჩვენ გვერდით ხართ. მოდი კიდევ ერთხელ ტაში დაუკრათ ჩვენს ძმებს და დებს, რომლებმაც უკვე დატოვეს მაგტიფანი, მაგრამ ყოველ ოთხშაბათს ჩვენ გვერდით არიან. ძალიან მაგრები ხართ. ესო ბურჯულაძე და ომო მარგველაშვილი კიდევ არ გამოგჩეს. ხო, მართალია. მე უბრალოდ თვალს მაკლია და ყველას ერთდროულად ვერ ვხედავ ხოლმე, მაგრამ კარგია რომ შემახსენე. მაშასე, როგორც მოგახსენეთ, დადგა დრო, რომ გამოვავლინოთ, უბრალოდ მოვიწვიოთ ჩვენი აუტსაიდერები. რა თქმა უნდა, თქვენი ხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით. ნათია ყურაშვილი. თათია ყურაშვილი, სენაძე და გური ბასიკაშვილი. თათია, შენ იმდენჯერ დაგიძახე ნათია, მე მგონი ის დროა სახელი უნდა გადაიკეთო. თათიას ვამბობ. მაშასე ველოდებით შედეგებს. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დღეს ამ ორი არაჩვეულებრივი მუსიკოსისგან ერთ-ერთს მოუწევს რომ სამწუხაროდ გადაინაცვლოს დარბაზში და უკვე აქედან ადევნოს თვალყური მაგტიფანს. თუმცა ჩვენ უკვე არაერთხელ გვითქვამს ეს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელმა კონკურსანტმა როდის დატოვა ეს კონკურსი, რადგანაც გამარჯვებული ირჩევს ბენდს და თავისუფლად შესაძლებელია რომ ყოველი თქვენგანი აი დარბაზში მსხდომ მაგტიფანელებსაც გეხებათ, ყოველი თქვენგანი თავისუფლად შეიძლება რომ გახდეს ამ ბენდის წევრი. ასე რომ პრაქტიკულად დამარცხებული აქ არ არსებობს. ამჯერად ზარების რეკორდული რაოდენობა არის დაფიქსირებული მაგტიფანში. თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა მთელი კვირის განმავლობაში, მაგრამ ხმები რა თქმა უნდა მაინც გადანაწილდა ასე თუ ისე და 51%-ზე შესაბამისად გვაქვს შედეგად. ხოლო ვინ თქვა პირველი, ვინც 59 და მოაგროვა თუ 41 კეთი დამეხმარე. ჯერ გავიგოთ თვითონ ჩვენ და 41. მოდი მაშინ დავასახელოთ ადამიანი, რომელიც დატოვებს დღეს მაგტიფანს. მაშასე სამწუხაროდ 41% დღეს დააგროვა კონკურსანტმა ძალიან მაგარი ჟილეტით გური ბასიკაშვილმა. მაშასე პრონჩი ბრუნდება თათია ყურაშვილი 59 ხო თუ როგორ იყო? დიდი მადლობა. რასიზამ ასეთია კონკურსის წესები. თათი გილოცა. გენაცვალე. დაუბრუნდი შენს კოლეგებს, მეგობრებს, თუ გნებავთ ასე. შეგვიძლია ვთქვათ და კიდევ ერთი განსაკუთრებული შეკითხვა, უბრალოდ შემთხვევა გვაქვს მაგტიფანში, რომელზეც მე და კეთი ერთად ვისაუბრებთ. 3 აუტსაიდერის ნაცვლად, რადგანაც ჩვენმა კომპეტენტურმა ჟიურიმ და შესაბამისად ანტიჟიურიმ აი ესე მოისურვეს და ქულები ამგვარად გადაანაწილეს. იმდენად ძლიერი ბრძოლა არის უკვე ფინალისკენ, რომ 3-ის ნაცვლად დღეს დასახელდება 4 აუტსაიდერი. აქედან ერთს ტრადიციულად გადაარჩენენ
ბავშვები, კონკურსანტები. ხოლო ერთი კონკურსანტის გადარჩენას თავის თავზე სავარაუდოდ აიღებს კვლავ ჩვენი პედაგოგიური კოლექტივი და უშუალოდ მისი მაგთიფანის დირექტორი ბატონი ზაზა ხუციშვილი. ხოლო ორი აუთსაიდერი მთელი კვირის განმავლობაში შეინარჩუნებს ამ სტატუსს. მე მგონი რომ უკვე გვაქვს საშუალება ვნახოთ ტაბლო თუ როგორ გადანაწილდა ქულები. მაშასე აუთსაიდერების სტატუსით სცენაზე ვთხოვ შემდეგ კონკურსანტებს. ანრი ხუდუშაური. ტაშით გამამხნევოთ თუ შეიძლება აუთსაიდერები. კვლავ თათია ყურაშვილი. თათია ყურაშვილი. გენაცები. ნათია თოდუა. ნათია თოდუა, ასევე გახლავთ აუთსაიდერი დღეს. და გიორგი ბერიძე. გიორგი, დღეს რაღაცა წინადგზნობა ქონდა შენ ეთყობა, რაღაცა იძახდი და მაშასე 4 არაჩვეულებრივი კონკურსანტი და მე კლავინდებურად მივემართები კულისებისკენ, ჩვენი კენჭისყრის ოთახში, რათა გავიგოთ, რაც შეიძლება სწრაფად თუ ვინ გადაარჩინეს კონკურსანტებმა. გამარჯობა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ყიფო, შენი შედეგი გვაინტერესებს. ანრი აერჩია ყიფო, შემდეგ ია, გიო, რგი ბერიძე და აკე. შენი გადაწყვეტილება იყო გიორგი ბერიძე. მაშასე, როგორც გაიგეთ, ჩემი ხმა თუ გესმოდათ, გიორგი ბერიძე გადაარჩინეს კონკურსანტებმა. გავაცილოთ ტაშით. გილოცავთ გიორგი. და ახლა კი სცენაზე ვიწვევთ მაგთიფანის სკოლის დირექტორს ბატონ ზაზა ხუციშვილს, რომელიც ამოარჩევს თავის ფავორიტს და რა თქმა უნდა გადაარჩენს მას. ბატონო ზაზა, გისმენთ? როგორც იცით, ჩვენ ტრადიციული შეხვედრები გვაქვს ხუთშაბათს სკოლაში, როდესაც მე ვხვდები კონკურსანტებს, იქ მე დეტალურად გავაცნობ კონკურსანტებსაც და მაყურებელსაც ჩემი გადაწყვეტილების მიზეზს. დღეს კი მე ვუერთდები იმ ერთ ხმას, რომელიც მიიღო ანრიმ და პროექტში ვტოვებ ანრი ხუდუშაურს. დიდი მადლობა ზაზა ხუციშვილს. გილოცავთ ანრი. მაშასე, ანრი გადარჩი. ორი აუთსაიდერი ქალბატონი, ორი სამეგრელოს მკვიდრი. გილოცავთ. კარგია რომ ხიარულები ხართ და მომწონს. გოგონებო, ლამაზებო, თქვენი ეშხით დავიწვი, იცით ხო ეს სიმღერა? კარგი, მაშინ მოდით ახლა რადგანაც სამწუხაროდ დღეს ორი ქალბატონი გყავს აუთსაიდერი, ამიტომ მივანიჭოთ მათ პირადი ნომრები და ტელემაყურებელს მოუწოდებ რომ ორმაგად და სამმაგად უფრო მეტი ზარი დააფიქსირონ ამ ადამიანების პირად ნომერზე, რათა გადავარჩინოთ ესენი. ეს არაჩვეულებრივი მომღერლები. თათია ყურაშვილის პირადი ნომერი გახლავთ. 093 300 ხოლო ნათია თოდუას პირადი ნომერი გახლავთ 093 300 დიდი მადლობა ბავშვებო. გავაცილოთ ჩვენი აუთსაიდერები. დიდი მადლობა დაგტოვეთ უშენ. მთელი კვირის განმავლობაში თქვენ გექნებათ შანსი რომ ბანის მაგთიფიქსის და მაგთის აბონენტებს ეხებათ ეს ძირითადად რომ რაც შეიძლება მეტი ზარი დააფიქსირონ აი ამ ორი ლამაზი გოგონას პირად ნომერზე. ეხლა კი რაც შეეხება შემდეგ ტურს სანამ დაგემშვიდობებოდეთ ჩვენმა პროდიუსერებმა მიიღეს არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება რასაც მე მთელი ორი ხელით და ორი ფეხით მივესალმები. შემდეგი ტური იქნება განსაკუთრებული, ისევე როგორც ყველა ტური მაგთიფანში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი ტური თავიდან ბოლომდე მიუძღვნათ იმ მომღერლებს, იმ ლეგენდარულ მომღერლებს, მუსიკოსებს, მე მეცას გეტყოდით, რომლებიც დღეს სამწუხაროდ ცოცხლები არ არიან, მაგრამ მათ თავიანთი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვეს ყოველ ჩვენგანს. ასე რომ 9 გენიოსი მუსიკოსის ნაწარმოები გაჟღერდება შემდეგ ოთხშაბათს. დღეისთვის კი სულ ეს იყო, შემდეგ ოთხშაბათს
მე და ჩვენი კეთევანი კვლავ გაგიღიმებთ ამ ისპერ ეკრანიდან და გეტყვით გაიღიმე ჰანი ეთერშია მაგთიფანი